ჩვენაირ ავტორიტარულ სისტემაში, ან სისტემაში, რომელიც ბალანსირებს დემოკრატიზაციის მცდელობებსა და დიქტატურას შორის, ყველა ხელისუფლებას მარტო ამ ხელისუფლებას არ ეხება ეშინია ჯარის გაძლიერების, იმიტომ რომ ძლიერი ჯარი პოტენციურად არის მათთვის საფრთხე. მაგრამ როცა შენ ყავს მეზობლად რუსეთი, როცა შენ ქვეყნის ტერიტორიაზე არის უცხო ქვეყნის ჯარი, როცა შენი ტერიტორიები არის ოკუპირებული, ანუ რამეს თუ ქვია ეროვნული ინტერესების ღალატი, ეს არის პირველ რიგში თავდაცვაზე ზრუნვის შეჩერება, თავდაცვის ბიუჯეტის შემცირება მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი იწყება და ზოგადად ეს ერთი მხრივ რიტორიკა, რომ საწყალ ბავშვებს დაძდევენ იმისთვის, რომ მაგალითად ჩინაგან საქმეთა სამინისტროში ყარავა დააყენონ და ჩვენ გვახსოვს ეს წლების განმავლობაში ხდებოდა და ისინი ლაპარაკობენ, რომ აი ნახეთ თქვენ სამშობლოს მსახურება არ გინდა და მეორე მხრივ ელემენტარული შეიარაღების შეწყიდვა რო არ გინდა და ფულის ჩადება რო არ გინდა იმისთვის, რომ შენი თავდაცვა რეალურად გააძლიერო.